სტალინის შეფასება ასე კონცენტრირებული რომ შევადაროთ მთელ ისტორიას და ყველა ლიდერს ყველა ქვეყანაში რით გამოირჩევა სტალინი და ორი მთავარი ფაქტორია აღნიშნული. ერთი ეს არის ეკონომიკის ზრდა აბსოლუტური სასწაულებრივად და მეორე ეს არის თანასწორობის უზრუნველყოფა მთელ მოსახლეობას შორის. გარდა იმ მცირე ნაწილისა, რომელიც მან ჩამოაშორა საზოგადოებას. ასეთი შედეგები არავის არ მიუღწევია არც ფეოდალიზმში, არც კაპიტალიზმში, არც სოციალიზმში და არც კიდევ მით უმეტეს უფრო ადრე პერიოდებში. ზრდა და თანასწორობა. აი ეს ორი მოვლენა, რომელიც უკავშირდება მის 30 წლიან მმართველობას, არის აბსოლუტურად გამორჩეული მთელს ისტორიაში. მაგრამ ამ ყველაფერს სტალინმა არ მიაღწია თქვენ თქმის არ იყოს ჯადოსნური ჯოხით. ეს მოხდა შემდეგნაირად. მაინც წინა ისტორიას მოვყვები, რომ წარმოვიდგინოთ ეტაპები, როგორ იბადებოდა სტალინის ეკონომიკა და ეს მობილიზაციური ეკონომიკა რას ნიშნავს, რომ გავაცნოთ მაყურებელს. 17 წელს მოხდა რევოლუცია, 18 წელს ამ რევოლუციაში ეს დაფარულია, მაგრამ უდიდესი როლი სწორედ სტალინის მიუძღვის გადატრიალება, სწორედ მისი კულისებს მიღმა მოქმედებებით განხორციელდა და არა იმითი, რასაც ჩვენ ხედავთ დოკუმენტარისტიკაში და მხატვრულ ფილმებში. 18 წელს სტალინი ოდნავ ჩამოაშორეს ვითარებას, ტროცკიმ აიღო ეს ხელში, დაიწყო წითელი ტერორი და მდიდარი კლასი, რომელიც არსებობდა მაშინდელ რუსეთის იმპერიაში, დაიწყო მისი ძარცვა. ეს ძარცვა, ამ ძარცვით მიღებული სიმდიდრეები მიდიოდა შვეიცარიის ბანკებში და ეს ყველაფერი ერიცხებოდათ ამ ლენინის ძველ გვარდიას, რომელიც მთავარი ამოცანაც იყო მსოფლიო რევოლუციის მოხდენა. ესე იგი, ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რა მოძრავებდათ მაშინდელ ახლად შექმნილ რუსეთს და შემდეგ საბჭოთა კავშირს ამ პირველ წლებში. სტალინი ამ დროს შედარებით გვერდზეა გაწეული და აი ეს ლენინის ძველი გვარდია და ტროცკი სისხლში ახშობენ ყველას და ყველაფერს. უმძიმესი სამოქალაქო ომია, 10 მილიონი კაცია მოკლული, წარმოიდგინეთ, 1,5 მილიონი თეთრგვარდიელი, 1 მაგდენი წითელგვარდიელი, 7 მილიონი მშვიდობიანი მოსახლეობა მოკლული, შიმშილობა 21-22 წლებში, კატასტროფული კიდევ ხალხი იხოცება და იხოცება და მერე გარდაიცვლება ლენინი და სწორედ ამ დროს ნელ-ნელა იწყება სტალინის შემოსვლა ძალაუფლებაში. 24 წლიდან bis 29 წლამდე. აქ მან ჩამოიშორა თავისი გზიდან ეს ზინოვიევი, რიკოვი და კიდევ რამოდენიმე ჯგუფი. შემდეგ მიადგა ტროცკისაც და ისიც 29 წელს გააძევეს და ეკონომიკურ საკითხებზე რა ხარ ლაპარაკობთ, ვიტყვი რომ აქ უკვე 26 წელს გამოცხადდა რომ ჩვენ გვინდა დავეწიოთ და გავასწროთ კაპიტალისტურ სამყაროს. 28 წელს უკვე პლენუმზე აქ ორი მთავარი ხაზი წარმოიშვება ბუხარინის და სტალინის. ბუხარინი ამბობდა რომ ჩვენ გვინდა ნელი ტემპით ინდუსტრიალიზაცია და ჩვენ გვინდა სოციალური საზოგადოება, ეს ლიბერალური ტერმინები რო ვილაპარაკოთ, სწორედ იქ იღებს სათავეს, ხოლო სტალინი დაადგა მეორე გზას, მაგრამ გამოაცხადა რომ ჩვენ გვჭირდება სწრაფი ინდუსტრიალიზაცია, ყველა ძალებით და ყველა რესურსით. კი ბატონო, ჩვენ საუბრობთ 26-28 წლებზე, ასეთი სურათია მაშინდელ საბჭოთა კავშირში. ხორბლის მოსავალი ამ პერიოდში ძალიან მაღალი იყო და ეს ეკუთვნოდათ ეგრეთ წოდებულ კულაკებს და კიდევ შეძლებულ გლეხებს სოფლად და ქალაქში უკვე 2 მილიონი უმუშევარი იყო და პრაქტიკულად შიმშილობა იყო ქალაქში. ამისთვის რაზომას არ მიმართა მაშინდელმა ხელისუფლებამ, სტალინი ნელ-ნელა უკვე ძლიერდება და პოზიციებს მეცდა მეც იკავებს, თუმცა მას არ აუღია ძალაუფლება ხელში. ამ დროს გლეხებმა უარი განაცხადეს და სახელმწიფოს პური არ მიყიდეს. ფასიც გაიზარდა, მაგრამ შემდეგ მაინც არ მიყიდეს. ესე იგი, მოხდა რა, ეს მთავარი ჩვენ დღევანდელ რეალობას შეუფარდოთ, როგორი კრიზისი დაიწყო საბჭოთა კავშირში. სოფელსა და ქალაქს შორის, მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას შორის ურთიერთგაცვლა პროდუქციისა აღარ ხდებოდა. ჩაიკეტა სოფელი ცალკე, ქალაქი შიმშილობს, სოფელს ხორბალი გააჩნია, მაგრამ ეკონომიკური ზრდა ისეთი არის, როგორიც უნდა იყოს. ამიტომ 29 წელს უკვე სტალინმა აჯობა ბუხარინსაც ამ ეკონომიკურ საკითხებში და გამოაცხადა სრული ინდუსტრიალიზაცია, მაგრამ სრული ინდუსტრიალიზაციისთვის მან პირველ რიგში გამოაცხადა და საჭირო იყო
კოლექტივიზაცია, რომელსაც ჰქონდა შემდეგი მიზნები. ეს იყო ამ შეძლებული გლეხებიდან, რომლებმაც ხორბალი არ მიყიდეს და კულაკებიდან ამოღება, ექსპროპრიაცია მათი ქონებისა, მათი მიწებისა და მათი ძირითად საშუალებებისა და ამის გაერთიანება კოლექტივებში, ასევე 5 მილიონი ადამიანის გამოთავისუფლება სოფლიდან, ანუ სოფელში ვინ ცხოვრობდა, საჭირო იყო რომ ინდუსტრიისთვის მუშახელი გაჩენილი იყო კიდევ 2 მილიონ უმუშევართან ერთად ქალაქში, ამიტომ დაიწყო ამ ადამიანების ქალაქში ძალით პრაქტიკულად გამორეკვა, იმიტომ რომ წაართვეს ყველაფერი და ადამიანს საშუალებაც აღარ ჰქონდა რომ ეცხოვრა, აღარაფერი აღარ დაუტოვეს და მობილიზაციის ერთ-ერთი ელემენტი სწორედ ეს იყო მობილიზაცია შრომითი რესურსებისა ინდუსტრიისთვის. გარდა ამისა, ჩვენ აქ მობილიზაციურ ეკონომიკაზე რო ვილაპარაკოთ, უნდა ვთქვათ, რა ხდება მსოფლიოში. 29 წელს დაიწყო ცნობილი კრიზისი, იმ კრიზისს სხვათაშორის ქვია ჭარბწარმოების კრიზისი, რომელიც ამერიკაში დაიწყო. რას ნიშნავს ჭარბწარმოება? შეიძლება საზოგადოება მდიდარი იყოს, მაგრამ შენ იმდენი აწარმოო, რომ მდიდარ რისკი ვეღარ ყიდულობს. მაგრამ იქ მოხდა მეორე, იქ იმდენად დიდი იყო ექსპლუატაცია მუშებისა და მოსამსახურეებისა და ყველასი ამერიკაში, რომ იმ ხალხს იმდენი შემოსავალი არ ქონდა, რომ ჭარბწარმოება ითვლებოდა, რომ მეტი იწარმოა, მაგრამ ხალხს ფული არ ქონდა, რომ ეს შეეძინა. ამიტომაც დაიწყო მსოფლიო მასშტაბის კრიზისი კიდევ მეორე ფაქტორის გამო. ინგლისის ბანკის მმართველი 21-44 წლებში იყო მონტეგიუ ნორმანი, ეს ჩათვალეთ, რომ მუსოლინის გიტლერს და იმათ ჯობდა თავიანთი ძალის ხმევით. 25% მსოფლიო ბაზრისა ბრიტანეთის იმპერიის ექვემდებარებოდა. ამიტომ მანაც ჩაკეტა თავისი ბაზარი, ჩვენ ნელ-ნელა უახლოებით დღევანდელ დღესაც, რომ ბაზარი ჩაკეტვა გახსნა. რას ნიშნავს, როგორი იარაღები იყო და რატომ ხდებოდა ეს ომები? ხო, მეორდება და ჩვენ იმიტომაც ვლაპარაკობთ, რომ დღევანდელ დღეს შევუფარდოთ საქართველოს და მსოფლიოს რა ხდება. ბრიტანეთმა რომ ჩაკეტა ამერიკა ეს როჩილდების და მონტეგიუს ოპერაცია დავარქვათ ამას, ხოლო ამერიკაში როკფელერები და სხვა დიდი კაპიტალისტები იძულებულები გახდნენ, რომ დაეწყოთ თავიანთი ფინანსების ინვესტირება საბჭოთა კავშირში და გერმანიაში. ეს ცნობილი ამბავია, რომ ფინანსები წამოვიდა ამერიკიდან საბჭოთა კავშირშიც 30-იან წლებში, პირველ ნახევარში და გერმანიაში. გარდა ამისა, ეს ჭარბწარმოების კრიზისი, მსოფლიო კრიზისი ამერიკაში და ევროპაში რომ იყო, არაბრიტანულ იმპერიებში, იქ იმდენად დაეცა ძირითადი საშუალებების, აი ინდუსტრიული დაზგა დანადგარების, ჩარხების ფასები, რომ საბჭოთა კავშირს უკვე თავის მიერ მობილიზებული ფინანსებიდან შეეძლო, რომ კაპიკებში იყიდა ეს ჩარხები და გარდა ინვესტიციების ამერიკიდან, ამას კიდევ შეეძინა ეს ჩარხები და დანადგარები. მაგრამ ამას ნება ჭირდებოდა, ხო? ამას ჭირდებოდა ძალა, რომელიც ქონდა მარტო სტალინს და ცოდნა კიდევ. სხვა ესე არავის არ გააჩნდა იქა. ეს რევოლუციონერები, ნახეთ როგორ იყო. რევოლუციონერებმა რევოლუციის მეტი არაფერი არ იცოდნენ. ერთ-ერთი კაცი, ვინც იცოდა გარდა რევოლუციისა, მშენებლობა და აღმშენებლობა იყო მარტო სტალინი, სხვა იქ არავინ არ იყო. და სწორედ ამიტომაც გაიმარჯვა. ამ კაცმა ტოროხანსკში იყო, სუდევნაში იყო, ორჯერ დააყაჭაღა. როდის ისწავლა, ბავშვობიდან იცოდა სტალინს. ისწავლა ეკონომიკა სტალინმა. გამოშვებული ბამბის ტანსაცმელი. ეხლა დათო უფრო კარგად იტყვის და ამას ვალაპარაკოთ, თორემ მე რამდენი აცედი სალაპარაკო მაქვს, მაგრამ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ძალიან ეს ძალიან კაცი უფროსი ყავს, გაიგე? უნდა შევცვალოთ ეს. დათო ეს თუ შევცვალოთ, რაღაცა იქნება. ვეხვეწები. შეიძლება. ვეხვეწები. საქართველოს ტელევიზია აღარ გვექნება რა. გრიშას რო უყუროთ. ხანგვიან მოდის, ღალადრე მოდის. ისეთი სიამოვნება ბატონი გრიშას მოსმენა რომ გეთანხმები ნამდვილად. ნამდვილად მთელ დროს დაუთმობდი ახლა რა. რომ რა თქვა თვითონ. ბატონო მალხას მე ხლა რასაც ვიტყვი სტალინის დროზე, მინდა რომ პარალელები აქეთაც გადმოვიტანოთ, თუ პირდაპირ არა მაგაზებს საუბრობთ. თუ პირდაპირ არა, მაინც ეს გაიფიქროთ. 16 წუთი გვაქვს დარჩენილი და ჩვენ ახლა ბიჭო, ამის ჯგუფი რო გავაკეთოთ და სტალინი დავარქვათ და რაღაცები და ჩვენ პარტია გავაკეთოთ. გელაპარაკები, ქვეყანა დაგვესევა, ამას ვიც მოусმენ, მე სულ ამის მშვენელი ვარ, გაიგე? ბიჭო, მეც ამის განსწავლებ და მე თქვენ გასწავლით თვითონ, გაიგე? ხოდა მოусმენთ. ეს პარტია საქართველოს შერუსმრა ჩინეთში გაიმარჯვებს. ჩინეთში უყვართ სტალინი გას. ბიჭო, საქართველოშიც გაიმარჯვებს. ბატონო მალხას და ბატონო გრიგოლ და ბატონო გოჩა. მობილიზაციას დაუბრუნდები. მობილიზაცია როგორ ხდებოდა? ექსპორტი საბჭოთა კავშირს ჰქონდა ნავთობი, ხეტყე, სელი, ხორბალი და ბეწვეული. მთელი ფული იყო მონოპოლიზირებული, სახელმწიფო შემოდიოდა. მეორე, საწარმოებში სტალინმა, როცა ნეპი გააუქმდა და გადავიდა სრულ ინდუსტრიალიზაციაზე და 78% მთელი მობილიზებული თანხებისაც ავიდა მძიმე მრეწველობაში, ესე იგი ეს დანარჩენი სხვა მრეწველობაზე იყო პირველ 5 წელებში გათვალისწინებული. აი ეს თანხები
შეამცირა გადასახადები, რა გაგებით? ბევრი იყო, ბევრი სახეობა იყო და დაიყვანა მოგების გადასახადი და იყო ბრუნვის გადასახადი. საჭირო თუ ჩათვლიდა მთელი რაც კი ნამატი შემოსავალი ქონდა მთლიანად მოდიოდა ბიუჯეტში, რომ პირველ წლებში განვითარებულიყო მძიმე მრეწველობა. მძიმე მრეწველობა რა არის? ეს არის წარმოების საშუალებათა წარმოება და შემდეგ ამის მერე განავითარა ყველაფერი დანარჩენი. 37-ში საბჭოთა კავშირი იყო სამხედრო სამრეწველო 100%-იანი თვითუზრუნველყოფის მრეწველობის მქონე სახელმწიფო და ამიტომაც მოიგო ომი. რა ხდება? თავი კიდევ რა იყო? მუშაობდა ეკონომიკის ეფექტიანობის გაზრდის მეთოდის 30-იანი წლების ბოლოს შემოიღეს, რას ნიშნავდა? 40-მდე მაჩვენებელი იყო და პარამეტრი, რომლითაც იზომებოდა თვითღირებულება, პროდუქციის ხარისხი, ფასი და ყველაფერი. თუ ამას ამ 40 პარამეტრს დაიცავდი, შენი ყავი იყო განვითარებული წარმოება. 55-ში ხრუშოვმა გააუქმა, ეს ყველაფერი გადაიყვანა გოჩამრაც ბრძანა მანეთებზე და ნაცვლად იმისა, რომ როცა ვაწარმოე ერთი, თქვათ, ბოთლი და ერთი ჭიქა და ეს იყო ერთი მანეთი, შემდეგ ხრუშოვი ემოვდა, რომ ჩვენ ერთი ბოთლი ვაწარმოებთ ორი მანეთისა. არც ბოთლი, არც ჭიქა ნახსენები არ იყო და ლაპარაკობდა, რომ ორი მანეთის პროდუქცია გამოუშვიო. ეს არის ჩვენი დღევანდელი სტატისტიკა, რაც თქვენ ბრძანეთ. ეს არის სამარცხვინო სტატისტიკა, რადგან ეწევა ეკონომიკის სამინისტრო, გამოაცხადა, რომ პირველი კვარტალიო 23% გაიზარდაო ექსპორტიო საქართველოსიო, აღმოჩნდა ნავთობია, რომელიც შემოვიდა და გავიდა, არაფერი არ გაზრდილა. დაანებეთ ტყუილებს თავის სტატისტიკაზე. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ატყუილებ პრემიერ-მინისტრს, ატყუილებ ხალხს. ეს არის ეკონომიკის სამინისტროს მიმართ ნათქვამი. შემდეგი რაც არის, ეს არის რომელ დარგებს უნდა მივაქციოთ ყურადღება? თავარი არის საჭმელი. საჭმელში ის წარმოება შეგვიძლია, ხო? ეს არის ხორბალი. ცისკულ კომბინატები გადამუშავებელ მივიღებთ ქატოს, მივიღებთ მეცხოველეობასთან. მეცხოველეობა სჭირდება საზღვარი. რა გააკეთა ჯერ ნაციონალურმა მოძრაობამ, გააკოტრა, დაიჭირა, დააპატიმრა ცისკულის ფლობელები, ქართველები, გააყიდინა ყველაფერი. ის იყიდა აზერბაიჯანულმა სახელმწიფო კომპანიამ, რომელმაც ომის დროს 2008-ში ჩვენ გამოგვიგზავნა ცემენტი ნაცვლად ფქვილისა. აი ესე მოგატყუილეს მაშინ ჩვენ და აი ეს ფული 20 მილიონი დოლარი, რომელიც მაშინ გილაურმა გადაურიცხა მესამე დღეს, კაცო, ომის მესამე დღეს აზერბაიჯანს იმ კომპანიამ 20 მილიონი დოლარი, რომელიც ქვაში აიღო ჩვენ ქვა გამოგვიგზავნეს. მე ცისკულის დირექტორი ვიყავი. 3% ფქვილი კარგი იყო, მაგრამ ქვა იყო რა, გაქვავებული იყო. ის უნაგერია მხოლოდ 5% მაქსიმუმი, რომ ფქვილად დაბრუნებული იყო რა. იმის მარტო გამოყენება შეუძლებელი იყო. იქიდან ვიცი კაცო მე ეს ყველაფერი და იმისთან ხალხი დააპატიმრეს, ამხელა წარმოებები განვითარებული წარმოება ჰქონდათ. და შემდეგ აზერბაიჯანის ხელში გადავიდა მთელი ელევატორები, ჩვენ რო ხორბალი ვაწარმოოთ კიდეც აზერბაიჯანს უნდა თხოვოთ, რომ ხორბალი შეინახოს. ამ დღეს ჩაგვაგდო ნაციონალურ მოძრაობამ. ოცნებამ გააკეთა შემდეგი უბედურება კიდევ. შემოუშვა ფქვილი საქართველოში. 90-იანები, ნულოვანი, 10-იანი წლები ფქვილი არ შემოდიოდა. ეს არის სამხედრო პროდუქცია, კაცო. როგორ შეიძლება ფქვილი შემოუშვა ქვეყანაში? არც ერთი ქვეყანა ფქვილს არ შემოუშვებს. 300 მილიონ ლარს უყრით ყოველთვის უცხოეთიდან შემოტანილ ფქვილში და კიდევ ხორბალში. და აქედან გამომდინარე ცისკვილები აღარ მუშაობენ, ქატო არა გვაქვს და შესაბამისად მეცხოველებას ვერ გვექნება ბატონო გრიგოლ. კიდევ რა არის? გოჩასა აქვს დამუშავებული შესანიშნავად საზოვრების საკითხი საქართველოში. 10 წელიწად იმისთანა პროგრამა იყო ის რომ წაიკითხონ და გააკეთონ, ჩვენ გვექნება, ჩვენ ვიქნებით პირველი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში და შეიძლება ევროპაშიც რძის ხარისხით და ხორცის ხარისხით ვინც კი ვინმე შეიძლება იყოს. 1,800,000 ალპური ზონის საზოვრები გვაქვს. ეს საზოვრები არის ეკონომიკის სამინისტროს ხელში. რატო უნდა ქონდეს მიწა მაგას? კაცო, ყიდიან, კაცმარიძის მზე ყიდიან, ფეოდალებზე, ქართველებზე, ვიღაც იმებზე, პლანტატორებზე, უცხოელებზე, არც საზოვარია ჩვენი. სოფლებს მიწა სარქმევენ. ყველაფერი ამ მდგომარეობაშია და ეკონომიკის სამინისტროს დივერსიული ორგანიზაცია უკვე ამოვიდა ხელში ამათი ყურება. სამარცხვინო სტატისტიკა და ეს ლიბერალიზმის საფუძველია სწორედ ეკონომიკის სამინისტრო. შემდეგი რაც არის, ეს ხორბალზე ჩვენ გქონდა ჯიშთა გამოცდები, კაცო ხორბალზე ყველაფერზე წისკვილები უნამუშავებელი იყვნენ და პეტრე ნასყიდაშვილი სტალინთან მილიონ ჰექტარზე რო ხორბალი დათესილი იყო, იქ მონაწილე ახალგაზრდა ბიჭი იყო მაშინ პეტრე ნასყიდაშვილი ჩვენთან მე და გოჩას დროს აღორძინა, მაგან 30 ადგილას ჯიშთა გამოცდა, 200-მდე ჯიში გამოცდეთ ფრანგული, რუსული, ქართული, ამერიკული, გერმანული, ავსტრიული, ყველანაირი ხორბალი სინჯებოდა და რომელ რაიონში რომელი ხორბალი მოვა 10 წლის წინ დაგროვილი ყოველკვირეული მასალები გვაქვს ჩვენი. ფეხებზე კიდიათ, არც სოფლის მეურნეობას არ აინტერესებს. რო გამოვიდა სოფლის მეურნეობა და რო გააკეთა დიდი პრეზენტაცია პრემიერ-მინისტრი ყველა რო ესწრებოდა, რომ ეს მე შემოვიღეთო მეთოდიო და რაღაცაო. ბიჭო, მეთოდი კარგია, მაგრამ ამ მეთოდით რა უნდა მიიღო? საძოვარი არა გაქვს შენ. შემოდის ძის მხნილი, შემოდის ირანიდან რაღაცა პასტა, იმ ქიქიდან მულაჟები კეთდება. ის არ წყველია და არც არაფერი არ არის.
უნდა გადაედგას შემდეგი ნაბიჯები ეს პირდაპირ უნები ახლა პრემიერ-მინისტრს თხოვ ამას რომ აღწერეთ ფქვილი შემოტანა ტყუილია რომ შეაშინებენ მინისტრები რომ ფასები გაიზრდება და პოლიტიკა დაგოშველება ფასები გაიზარდა რაც ფქვილი შემოუჩით საქართველოში შეადარეთ პურის ხარისხი ფქვილის ხარისხი რომელიც ახლა შემოდის და როგორი იყო 5 წლის წინ როცა საქართველო აწარმოებდა ამას მაშინ ყველაფერს ფასებიც გაიზარდა და უხარისხო პური გვაქვს ჩვენ მაღაზიებში რომელიც ძალიან ძვირია მოსახლეობისთვის აკრძალეთ რძის ფქვნილი შემოტანა და ამ პასტების შემოტანა რომ მეცხოველობას ხელი შეეწყოს ეს საძოვრები წაართვით ამ იმას ეკონომიკის სამინისტროს გადაეცეთ სოფლის მეურნეობას დავალება მიეცით რომ შენგან 2 წელიწადში მჭირდება ამდენი 1000 ტონა ხორბალი ოღონდ ტყუილი სტატისტიკით კი არა დღეს ჩვენ გვეუბნებია რომ მივიღეთ 200,000 ტონა ხორბალი რეკორდული რა რეკორდულია საფურაში ხორბალია ქათმის ფერმაში უნდა წაიღო ეს ხორბალი იქიდან სასურსათო აღარ არის ხორბალი ყველაფერი 800,000 მოყავდა კაცო და 200,000 ტრაბა ხოლმე აი ეს ხალხის სტატისტიკაა ყველაფერი სიცხლის სამართლის დანაშაულები პირდაპირ რა რატო ატყუილეთ თქვენ ადამიანებს რა ხურძენი მიიღეთ რეკორდული მოსავალი 220 მილიონი ლარი გადაიხადეს მევენახეებში ის საწყალი მევენახეები ისეთ დღეშია რომ მოგებას ვეღარ ნახულობენ იქიდან ამ ხურძინან ღვინო აღარ გამოდის ჩამოასხავენ სპირტს და 50-60 მილიონ ლარზე მეც ვერ ამოიღებენ ეს დანაკარგებია ფულის ესეც სიცხლის სამართლის დანაშაულია თუ ძალიან გაინტერესებთ შემდეგი თევზი ბატონ მალხაზმა ახსენა ეს ჩვენ კაცო გემი არა ყავს და მეთევზეობა ჩვენი არა გვაქვს რა აი ამაშია მობილიზაციის შედეგად რომელიც ახლა სტალინმა განახორციელა მობილიზაცია კიდევ იყო ეს ლენინის ძველი გვარდია დაიბარეს დაიჭირეს 3-5-7 წელი მისცეს და 100 მილიონი შვეიცარიაში გადამალული ფული რო იყო ეს ლაბარაკია რევოლუცია რო დაიწყო სოფლიოსი ჩამოატაინეს ეს არის მობილიზაცია ოფშორებში რო ფული გააქვთ ქართულ მილიარდელებს და მილიონერებს იმ ფულს ოფშორებში რა უნდა კაცო ისინი ვალდებულები უნდა იყვნენ რომ ინვესტიცია საქართველოში დაიბანდოს ყველაფერი ის კი არა რომ სახლები აშენდეს უცხოელებისთვის უნდა აშენდეს ქარხნები და წარმოებები ოღონდ ჩვენთან მოქმედებს ბენდუკიძიზმი რომელიც მთავარი დარტყმა ჯერ მაგან ხო უბედურ ნაციონალებს მიაყენა პირველ დარტყმა არც კი იციან როგორ გაანადგურა ცალკე დიდი ისტორია ბატონ მახას თუ გნებავთ მე სხვა დროს მოვუყვები ამაზე როგორ მოსპო ბენდუკიძემ ნაციონალური მოძრაობა ისე რომ აზერზე რანი კიდე ესენატრებათ რა და ბენდუკიძემ საქართველოში შემოიტანა მთავარი უბედურება ვტო-ში გაწევრიანება ყველაზე დაბალი საბაჟო გადასახადებით და პრაქტიკულად ფილმი როა უდიპლომო სასიზო ვარდენი როა ხობეს რო გახსნეს ჩვენ გვაქვს ვენახი ანუ ეკონომიკა რომელიც ღობე გვაქვს გადანგრეული ღობეა გადმოხსნილი ამას ვეძახი ვარლამის და ვარდენის ვარლამი ენერგეტიკა დაგვინგრია და ვარდენმა კიდე სოფლის მეურნეობა რა ვენახის ერთ თავს შემოსეული არიან თხები ეს ინვესტორები ბჭყალებში და ვენახის მეორე თავში მთავრობა ზის და მსჯელობენ რა უნდა გააკეთო ნიადაგზე ვაზზე რა ვიყო ეკონომიკაზე ღობე არის მორღვეული ღობე მორღვეულია დაანებეთ ამ სისულელების პრეზენტაციებს თავი გასო სისულელია ეს ყველაფერი ჩვენი ხელშეკრულებები რომელიც დაიწყო ნაციონალურ მოძრაობამ მაშინ თურქეთთან გააფორმა ხელშეკრულება ვერაფერი ვერ გაუყო იმას ყველაფერი შემოაქვს რა უნდა აწარმოო რა უნდა აწარმოო მე სხვათა შორის უყურებდი რომ გამოდიოდა ჩვენი მესამე პრეზიდენტი რო იყო უკრაინის მოქალაქე უკრაინაში და ერთ-ერთ გადაცემაში საუბარი ჩამოვარდა უკრაინა თურქეთის ხელშეკრულებაზე თავისუფალ საბჭოთა ხელშეკრულებაზე ბიჭო გამოვიდა ეს კაცი და როგორ დაიცვა იცი როგორ შეიძლება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება თურქეთთან რომ იმონო შემოიტანოს ჩვენ უკრაინამ ვერ გავიტანოთ წარმოგიდგენია ეს მართლა უკრაინელი ყოფილა კაცო საქართველოს პირიქით გააკეთა ყველაფერი იმას ხელშეკრულება გაუფორმა რომ ჩვენ წალეკილები ვართ ვერ ვაწარმოებთ ვერაფერს არაფრის წარმოების თავი არა გვაქვს ეს ყველაფერი ფრაგმენტებში ძალიან კარგია ლაშადოლიძე, ძალიან კარგია გელახანიშვილიც, მე ვიცნობ ამ ადამიანებს და ძალიან დიდი გამოცდილება გააჩნიათ ფრაგმენტ, მაგრამ ამ ფრაგმენტს რა აზრი აქვს თავი თუ წაგაცალეს, კაცო. რა აზრი აქვს ჩემ ხელს, ჩემს ფეხს, სხეულს, თავი როც არ გაბია და თავი ეს არის ბაზარი, ჩვენ ცხოვრობ საბაზრო ეკონომიკაში. ეს საბაზრო ეკონომიკაში მთავარი სიტყვა არის საბაზრო. ბაზარი უნდა იყოს დაცული. ბაზრის დაცვა არ ნიშნავს რომ დაიწყო ყველაფრის გადაკეთვა. შეუნა დაიცვა ის რის წარმოება შეგიძლია. შეგიძლია შენაწარმოო ხორბალი და მეცხოველეობა დაიცავი შენი ბაზარი და თევზი რა თქმა უნდა სახელმწიფო მობილიზაციონ გაუკეთოს თანხებს იყიდოს 10 თევზი საჭერი გემი ეხლა ვადაგაზის თუ რაღაცა არის თურქების ლიცენზიას ყველა უცხოელი არანაირ ტენდერი არ გამოაცხადოს სახელმწიფო ჯობია ვიღაცამ კორუფციაში გემის ყიდვაში ფული შეოს მაგრამ ჩვენი 10 გემი ყავდეს და შავი ზღვის აკვატორია დამად იყიდო გემები ამათ დერასაზე ხო ისე მოვაფახლა რა ბოლო ჯანდაბას მაგ კორუფციას თავი მაგრამ ჯობია რომ გემები ვიყიდოთ და ჩვენი ზღვის მთელი რესურსები ჩვენ არ ვითვისოთ ჩვენი ათასობით მეზღვაური გასო უცხოეთის ძროშის ქვეშ სულავენ თემსოფლიოში უძვირფასესი ახალგაზრდა კაცები არიან ზოგი დაიჭირეს და ზოგი შორმობს და 8 თვე ოჯახები არ უნახიათ ამ ადამიანებს საქართველოში მუშაობა არ შეუულია თუ მეზღვაურები არ აქვს ჩვენ აი ეს არის სამობილიზაციო ეკონომიკა ესე იგი თევზი
თხილსაც შეეხება. ლაპარაკი იყო კოოპერატივებზე და არტელზე. მე და გოჩას დროს. 4 წუთი დაგვრჩა და როგორ სუდია რომ ეს სწრაფად თხილის დროს დარჩერში მაშინ ჩემი ინიციატივა იყო და ბატონმა ოთარ დანელიამ მინისტრი იყო მხარი დამიჭირა და ჩვენ გავიტანებთ თავრობაზე ყველა მინისტრი წინააღმდეგი იყო ამისი კვირიკაშვილი დაწყებული ჩემი ზმაგაცი იყო ეს ნუ ხალხური და იმანაც მითხა ხელახავდა დაგიჭირონ შენა ხელახ კი ბატონო ხელახა იმიტომ რომ ეს პრაქტიკულად უნდა გააკეთოს შენ და აი ვამბობ რა გავაკეთე კაცო დარჩერში 600-მა კაცმა ჩამოაყალიბა კოოპერატივი სახელმწიფო მივეცით 800.000 ლარი მათ სესხი აუშენეთ უზარმაზარი 2000 ტონის ახალ-ახალი თავისი მიკროკლიმატით მიმღებით თხილის მიმღებით შემდეგ თხილის შესანახი უზარმაზარი საწყობი იყო მიკროკლიმატი იყო კაცო იმაში და როგორი კოოპერატივი იყო ესა არ ერთიანდებოდა არც მიწის ნაკვეთები არც თხილის რომ მოკრებდა დარჩენილი ფერმერი რომ მოკრებდა თხილს ის თხილი მისი იყო იმ ტომრებს მისი სახელი და გვარი უნდა დაწეროდა და ეწერა კიდეც 30 დარჩენილი ქალბატონი მუშაობდა თავისი ფული 100 ლარი დადო 500-მა კაცმა და იყიდეს კიდევ სხვა მოწყობილობა და რადგან თვითონ განავითარეს 2 წელი მუშაობდნენ ჩვენ რო წამოვიდით გოჩა დაეტაკდნენ მე ჩვენს მიერ მოსულები და ამოძირკვეს ეს ყველაფერი კვირიკაშვილმა საარჩევნო სამეგრელო მან ჩაატარა დარჩენში არ თუ წინააღმდეგი იყო მაგის აშენებისა ესე თქვა საინტერესო გარდა ამისა დიდი ქართლის ბაღი ამოვჩერხეთ კაცო ჩვენ დასაჯერები ვართ ტელეფონის ველზე გარდა მაგისა ეს რაც გაკეთდა და რაც ამუშავდა ეს უნდა გაკეთებულიყო მთელ სამეგრელოში ფერერო წავიდა წინააღმდეგი კაცი მეგობრებო იმ არგენტინელი კაცი იყო ძალიან კაი კაცი იყო ვინც ფერეროს წარმოადგენდა კანკალი დააწყებინა რო გაიგო რო გავხსენე მეთქი გავახარებ მეთქი მეთქი ამას და თურმე ბიჭო ეს ფერერო შემოსულია ტაცებელია მთელი მეთხილეები თავის ქვეშ ამოიყენა ისეთივე რაც მარტინ ბაუერი იყო და ისეთივე მოქმედებას აწარმოებდა ამ კოოპერატივში კრისტალი რო გახდა ახლა მიკრობანკი მაშინ მიკროსაფინანსო იყო ჩვენ ხელშეკრულება გავაფორმეთ გირაოს გარეშე მარტო იმიტომ რომ ადამიანმა თხილი მოკრიფა და აქ ინახავს მიკროკლიმატში თავის თხილს აძლევდა სესხს რომ ეს ყველაფერი ეწარმოებინა გარდა ამისა პაფა იყო საერთაშორისო კაი კომპანია იყო მას დავაწერინეთ მაშინ ფრანგები დაგვეხმარდნენ და IT პროგრამა დავაწერინეთ თხილის გაყიდვის ბირჟა უკვე გამზადებული იყო მისთვის რომ ასეთი კოოპერატივი სამეგრელო დასავლეთ საქართველოში ზოგადად გაკეთებული იყო და თხილზე ვაჭრობა დაწყებული იყო მყიდველის და გამყიდველის ურთიერთშეხვედრის გარეშე გაკეთებული იყო პროგრამა დაწერილი იყო გაანადგურეს ძირში საქართველოში მიმდინარეობს დივერსიული ეკონომიკური მოქმედებები ეს ჩვენ რო გონია რომ მაგალითად ესე იგი ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ეს საშინლად მოქმედი ადამიანები რომლებიც დაფინანსებულები არიან და ესენი ანადგურებენ თავრობაში არის ის ხალხი ვინც მაშინ მუშაობდა ნაციონალურ მოძრაობაში აი მაგალითად ეკონომიკის ministris პირველი მოადგილე ქალბატონია რომელიც მაშინ იყო ქონების მართვის უფროსი მე ministris მოადგილე იყო ბენდუგიძემ დააწინაურა შემდეგ იყო სოკარში რატო ქონდა კაი ურთიერთობა ნაციონალებს იმიტომ რომ კვოტა ქონდა მას რომ ესენი წავიდნენ ხელისუფლებიდან კაი ბევრი ადამიანი სოკარში მუშაობდა მაშინ სოკარში მუშაობდა ეს ქალბატონი დაბრუნდა ეს ქალბატონი მე არ ვიცი როგორ იქცევა ესე იქცევა თუ არა როგორც არასამთავრობოები მაგრამ პოტენციურად მას აქვს ყველანაირი ვალდებულება ნაციონალებთან და სოკართან რომ ინფორმაცია რომელიც არის საიდუმლო ეკონომიკური მიაწოდოს ერთსაც და მეორესაც რა უნდა ამ ადამიანს ეკონომიკის სამინისტროში ესაა რო კიდე სოფლის მიწებს და ესაა ამან გამოუღო ტვინი მინისტრებს და პრემიერ-მინისტრებს 10 წელიწადია რო ეუბნება რომ სოფელს მიწა რა თუნდა მაგათო მუშაობა არიციან ჩვენ ესე გავაკეთებთ მუშაობა როგორ არიციან ქართველები რომ მუშაობენ ევროპაში ეგაა მუშაობა და ამერიკაში როგორ მუშაობენ მაგრამ შენ რო ბაზარს მოურღვევდა ვარდენის ეკონომიკას სოფლის მეურნეობაში და ვარლამის ეკონომიკას ენერგეტიკაში რომ დამიწესებს და კიდევ 9 მილიარდ სოფლს გადამახტევინებს საქართველოს რის ეკონომიკის სამინისტრო ეს ყველაფერი ამიტომ ჩვენი თხოვნა პრემიერ-მინისტრთან თქვენ მაგათ დარტყმა მოგაყენეს ბოთლების წარმოებაზე და დღეში ჩააყენეს მთავრობა ჯერ 9 წელი მიდიოდა რომ ესე იქნება და მე აღმოჩნდა რომ არაფერი არ იქნება ბოთლებზე შემდეგ ფასების შემცირება ფასი როგორ უნდა შეამცირო იმპორტიორის ხელში აყვა და იმპორტიორი ცუდი კი არ არის ადგილობრივი ეს სავაჭრო ქსელები ცუდები კი არ არიან ბიზნესმენ სხვა საშუალება არ აქვს თავი გადაირჩინოს ის თუ არ გააკეთებს ამას სხვა გააკეთებს სხვა იმიტომ რომ ბიზნესი ეს არის მგელი და მტაცებელი კაცო გახსოვთ თქვენ როგორი იყო კბილი ისწევნა რაღაცაო დავით სამწუხაროდ ამოიწურა ჩვენი გადაცემა მე გთავაზობთ ამ შემადგენლობას რომ შემდეგ შაბათს გავაგრძელოთ ჩვენ ეკონომიკას საუბარი. იმიტომ ეს არის ამოუწურავი თემა. ამაზეა სადაბარაკო კაცო თვალა ეს ღატრები მე შეგიგზავნო შოთა რუსთაველზე ცოტა ხანს საუბარს. არანაირი შოთა. მხოლოდ ეკონომიკაზე უნდა ისაუბრო.
ჩვენ ახლა რაც ის არავით არის შოთა რუსთაველის ეშველება მაშინ, როცა ჩვენი ეკონომიკა დადგება ფეხზე. თუ ეკონომიკა ფეხზე არ დადგა, ქართული იდეოლოგია ვერ განვითარდება. შოთა რუსთაველი არის ქართული იდეოლოგია. შესაბამისად, ეკონომიკა ფეხზე არ დადგა, რა ფული გაანვითარებს? შენ ახლა რასაც საუბრობ, აბსოლუტურად მაგაზე არის ეს გადაცემა. მეტი არაფერზე არ არის. ჩვენ რა სტალინის დროს ახლა სტალინს კი არ ველოდებით ინკარნაციას, რომ სტალინი მოვა. ზუსტად იმ მოდელებზე ვსაუბრობ, რაც ჩვენ ახლა ისაუბრე. და ეს ყველაფერი არის პროგრამულად გასაკეთებელი. და აი ამ პროგრამის პროპაგანდაა განსახორციელებელი. და ამიტომ დავიწყოთ ამ მიმართულებით მუშაობა. მე უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ბატონ გრიშას, ბატონ დავითს და ბატონ გოჩას იმისთვის რომ ჩვენთან იყავით, ჩვენს ტელემაყურებლებს, რადიო მსმენელებს უღრმესი მადლობა.